გამარჯობა, ეს არის გადაცემა გვერდიდან და მე ვარ დავით კალანდია. ამასინათ ერთ ფილ კამპანიაში გაახლდით. შევიკრიბეთ ძალიან დიდი ხნის უნახავი ნაცნობ მეგობრები და თავიდან მხოლოდ მხარზე უბარტყუნებდით ხელს ერთმანეთს და ტრადიციულ ფრაზებს გავიძახოდით. როგორ ხარ და სულ არ შეცვლილ ხარ და ასე შემდეგ. მე რასაკვირველია შვილებისა და შვილიშვილების ფოტოები დავატოლეთ ერთმანეთს. ის ფოტოები, რომლებიც ყველა ნორმალურ ადამიანს ტელეფონში აქვს დიდი რაოდენობით და რაც ყველაზე ნიშანდობლივ იყო, პოლიტიკაზე კარგ ხანს არ ვიწყებდით ლაპარაკს, რადგან ერთმანეთს ვაკვირდებოდით, დიახ. როგორც თქვი, დიდი ხნის უნახავები ვიყავით მეთქი და არ ვიცოდით ვინ რომელ მხარეს იდგა. მე რასაკვირველია ერთ-ერთმა ჩვენთაგანმა ვერ მოითმენა და ნელ-ნელა დაიწყო ამ საათუ თემაზე ლაპარაკი. საინტერესო პროცესი იყო, მეგობრებო. ერთმანეთს შიშით ვუყურებდით, ვინმე ორთოდოქსი ნაცი რომ არ მოჩენილიყო ჩვენ შორის და წარმოიდგინეთ ერთი ასეთი აღმოჩნდა კიდეც. უცებ ახტა დაიყვირა როგორ ბედავთ ზელენსკიზე ასეთ ლაპარაკს, ის ხომ მთელი მსოფლიოს დემოკრატიისთვის იბრძვის და როდესაც ჩვენ შეუტიეთ, დაიხურა თავისი მოდური ქუდი და დაგვტოვა. ანუ ზელენსკი ერჩივნა ჩვენს კამპანიას. და ამ დროს საწყენი ისე რომ ის ადამიანი მთელი ბავშვობა და ყრმობა ჩვენთან ერთად იყო. ერთნაირ წიგნებს კითხულობდით, ერთ თამაშებს თამაშობდით, ერთ მუსიკას უსმენდით, ერთად დავდიოდით შატალოებსა და კინოში. ახლა კი ისე მოხდა რომ შვილებისა და შვილიშვილების ფოტოების დათვალიერების მეტი საერთო თურმე არაფერი გქონია. მართლა საწყენია ეს ამბავი, საწყენი და ამავე დროს საინტერესო. ანუ ცხოვრობ ურთიერთობ ადამიანთან და თუ თქვენ გარშემო არაფერი იცვლება, მთელ ცხოვრება ისე გაატარებ მასთან, რომ არ გეცოდინება, რომ ის სულ სხვანაირად მოფიქრალი ადამიანი ყოფილა. ალბათ ის ადამიანიც ასე ფიქრობდა შენზე. უცებ რაღაც საკრალური ამბავი ხდება და ადამიანიც უცებ იღვიძებს და როგორც ამ შემთხვევაში აღმოაჩენს, რომ ყოფილი კავენშიკი და სხვათა შორის თავის დროზე რუსეთის დიდი მეხოტბე ზელენსკი უცებ ხდება რუსეთის ყველაზე დიდი მტერი. იცავს მთელ მსოფლიოში დემოკრატიას და მზად არის მას მსოფლიო დემოკრატიას სიცოცხლე შეწიროს. კიდევ ავაზუსტებდი, რომ საკუთარი სიცოცხლის შეწირვა ზელენსკი არც არასდროს აპირებდა, მაგრამ ეს უკვე იმ ადამიანისთვის არაა მნიშვნელოვანი. თუმცა როგორც ეს გუსტავ ფლობერმა ბრძანა, ღმერთი დეტალებშიაო. როდესაც ზელენსკის ფანატიკურად მოსიყვარულემ დაგვტოვა, ჩვენ მოვდუნდით და დავიწყეთ დისკუსია უფრო თავისუფლად და აქაც აღმოჩნდა, რომ ყველა სხვადასხვანაირად ვფიქრობთ. თუმცა კარდინალური განსხვავება არ გქონდა და ამან გაგვახარა. ანუ თავრელობის ბოლოს ერთმანეთს ჩავეხუტეთ და დავთქვით მომდევნო შეხვედრის თარიღი, სადაც მესამე 1000 წლეულის დასაწყისში. რაჯობია ასეთ ურთიერთობებს, მეგობრებო. დიახ, აზრები უნდა იყოფოდეს, მაგრამ რაღაც წითელი ზოლიც არსებობს, რომელიც აზრიანმა და ჰუმანურმა ადამიანმა არ უნდა გადაკვეთოს და კარგია რომ ძველი მეგობრობად რჩება მიუხედავად იმისა თუ ვინ უფრო გესიმპათიურება კობახიძე თუ პაპუაშვილი. მეგობრებო, მგონი უკვე არაერთხელ მithქვამს რომ უკრაინაში ჩემი ძალიან ახლო ამხანაგი ყოფილი მოსკოველი და ახლა უკვე დიდი ხანია დასავლეთ უკრაინელი ცხოვრობს. მასთან ხშირად მაქვს ურთიერთობა და 4 წლის განმავლობაში მისი განწყობები მკვეთრად შეიცვალა. განწყობები უკრაინის ხელისუფლების მიმართ. რუსეთის ხელისუფლებისადმი იგივე განწყობა დაურჩა, თulis რომ რუსეთს ძალიან ცუდი ხელისუფლება მართავს, მაგრამ მეორეს მხრივ ეშინია რომ თუ შეიცვალა რუსეთის მთავრობა, რუხი ფერის ადამიანებს ნაცვლად შავი ფერის არ მოვიდესო. მაგრამ რასაც ის ახლა უკრაინის ადმინისტრაციაზე მიყვება, იმაზე თუ რა მასშტაბური და დაუმალავი კორუფცია მიმდინარეობს, გაგანია ომის პირობებში, რომ ზოგჯერ მეფიქრება კორუფციის კონკურსი რომ გამართულიყო,
მიშას მთავრობა წააგებდა შეჯიბრს ზელენსკის მთავრობასთან. წააგებდა და საპატიო მეორე ადგილზე გავიდოდა. ჩემს უკრაინელ მეგობარს ყავს 25 წლის ბიჭი და მგონი უკვე მე-13 წელია ეს ბიჭი თითქმის არ გამოდის ბინიდან. ქუჩაში რომ არ დაიჭირონ და ძალით არ გაუშვან სასაკლაოზე და სრულიად არაადამიანური დაჭერები და სასაკლაოზე გაშვებები თავის აქტუალობას არ კარგავს და პირიქით მატულობსო. რასაკვირველია, არის საშუალება ხარკის გადახდის და ქვეყნიდან შვილის გაშვებისო, მაგრამ ძალიან ძვირი სიამოვნებაა და თანაც არ ხარ გარანტირებული, რომ ფული აიღონ და საქმე გააკეთონ. ჯერ კიდევ 9 წლის წინ ასეთი პროცედურა ჯდებოდა $7,000. დღეს კი 25-დან 30,000-მდეაო. ჩემი გადაცემის ფორმატი არ მაძლევს ამ თემაზე უფრო დაწვრილებითი ლაპარაკის საშუალებას, თანაც იმთავით ჩემი გადაცემა სახალისო უნდა ყოფილიყო და ამ მიმართულებით ხალისი და ხუმრობა ნამდვილად არ გამომდის. და რომ გამომსვლოდა, მაშინ ალბათ მე სხვა ბანაკში უნდა ყოფილიყავი, ვისაც ყველაფერზე შეუულია ქილიკი და ლაზღანდარობა. მეგობრებო, მე რამდენად უნდა ვუთხრათ უმაღლეს გონებას მადლობა, რომ დღეს ჩვენს ქვეყანას ზელენსკისებური ადამიანი არ მართავს. გესმით ალბათ, ვისაც გულისხმობ. და ასე რომ მომხდარიყო, ხომ წარმოგიდგენიათ რა დღეში იქნებოდა დღეს ჩვენი ქვეყანა. ეს მათი მისამართით ვამბობ, ვინც ირონიულად გაიძახის, აბა ომი გინდათ? ეს იყო გადაცემა გვერდიდან და მე ვარ დავით კალანდია.